რისკები და საფრთხეები, რაც შესაძლოა არაბული კომპანიის საინვესტიციო პროექტს მოხვდეს. ირკვევა, რომ Eagle Hills-ის ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად დაცულ ტერიტორიებს შესაძლოა საზღვრები შეეცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დამცველები ავრცელებენ. არაბული კომპანია მასშტაბური კომპლექსების აშენებას კრწანისის ტყეპარკსა და გონიოში გეგმავს. კითხვები ეხება იმასაც, შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ამ პროექტით სარგებლობას, თუ მხოლოდ უცხოელებზე იქნება გათვლილი. ასევე რა კავშირები აქვს არაბული კომპანიის ხელმძღვანელს ქართულ ოცნებასთან და რატომ არის საიდუმლო ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მშენებლობა. თამარ დემეტრაშვილმა მოისმინა სპეციალისტების შეფასებები და სტუდიიდან მოგვიყვება შესაძლო რისკებზე. არაბული საინვესტიციო პროექტის განხორციელება, როგორც ირკვევა, საფრთხეს დაცულ ტერიტორიებსაც უქმნის. ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ყობახიძის განკარგულებით, რომელიც ჯერ კიდევ ბოდიშვიხტი რამდენიმე თვის წინ მარტშია გამოცემული და რომლითაც ოცნების პრემიერი ავალებს ყველა სამინისტროს და შესაბამის უწყებას იმუშაონ Eagle Hills-ის პროექტის მხარდაჭერისთვის. ამ განკარგულების ბოლო პუნქტში მითითებულია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ კორექტირება უნდა გაუკეთოს ეგრეთ წოდებულ ზურმუხტის ქსელის ფარგლებში არსებულ დაცული ტერიტორიის საზღვრებს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიები, რომლებიც არაბულ ინვესტორს უნდა გადაეცეს საერთაშორისო დაცვის ქვეშ იმყოფება, რას ნიშნავს ზურმუხტის ქსელი. ესაა დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გადაშენების პირას მყოფი ფლორისა და ფაუნის გადარჩენის მიმართულებით იმისთვის, რომ ტერიტორია ამ ქსელში ზურმუხტის ქსელში მოხვდეს, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის ტერიტორია უნდა იყოს ბიომრავალფეროვნებით მდიდარ რეგიონში და მნიშვნელოვანი წვლილი შექონდეს ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაში. ამ შემთხვევაში საუბარია გონიოს ტერიტორიაზე, რომელიც გადამფრენი ფრინველების მიგრაციის არეალია და ამ ნიშნით ხდება სწორედ ზურმუხტის ქსელში. არაბული პროექტის გამო საქართველოს უარი უნდა თქვას აღებულ საერთაშორისო ვალდებულებაზე. ეხლა რაც ხდება, ეს ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვლება, იქ მოხდება ბუნებრივი ჰაბიტატების მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია, მოხდება საცხოვრებელი კვარტლის მშენებლობა, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და რაც გამოიწვევს ცხადია ბუნებრივი ჰაბიტატების ცვლილებას. ეს ძალიან სერიოზული ზემოქმედებაა, რომელიც მნიშვნელოვან ზეწოლას მოახდენს საიტზე. აქ მეორე მხრივ ფორმალური საკითხებიც არის მოსაგვარებელი, იმიტომ რომ ამ სანატიპის ქმედების დასაბუთება მხოლოდ ეკონომიკური ინტერესებით არ არის, ასე ვთქვათ, შეუძლებელი ვერ დაასაბუთებ. პროექტის შესახებ ნელ-ნელა ცნობილი ხდება უფრო მეტი დეტალი, რაც სპეციალისტებში უამრავ კითხვის ნიშნებს აჩენს, როგორც საინვესტიციო და ეკონომიკური მიზანშეწონილობის, ასევე უკვე როგორც ირკვევა გარემოს დაცვითი მიმართულებითაც ხელშეკრულებას ირაკლი ყობახიძემ საიდუმლო სტატუსი მიანიჭა, რაც საზოგადოებისთვის პროექტის ბევრი დეტალის დამალვას ნიშნავს. ოცნების მომხრეებშიც აზრთა სხვადასხვაობის გამო ოცნების ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ პროექტის ფართო პიარით დაკავდეს და ამ პროცესში თავად ირაკლი ყობახიძეც ჩაერთო.